გარიგებაზე. ცოტა შეიძლება სასაცილოდ ჟღერს 21 საუკუნეში გარიგება, მაგრამ რატომღაც მაინც არსებობს ეს არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტი. ხშირად მშობლები არიან ხოლმე ყველაზე დიდი გამრიგებლები, არჩევენ კარგ სარძლოს, კარგ სასიძოს და უნდათ ხოლმე რომ ისინი იყვნენ მათი შვილების მეორე ნახევრები. რამდენად სწორია ეს? რამდენად აქვს მშობელს იმის უნარი, რომ სწორად განსაზღვროს, ვინ უნდა იყოს მისი შვილის მეორე ნახევარი? მაშინ, როდესაც ზოგჯერ ჩვენ თვითონ გვიჭირს ჩვენი მეორე ნახევრის ძიება. რა პასუხისმგებლობას იღებს ამ დროს მესამე ადამიანი, როდესაც ორ წყვილს სურვილია ყოველ შემთხვევაში რომ შეერთოს. შეიძლება ცოტა ისე რადიკალურად ჟღერდეს ჩემი პასუხი, მაგრამ საერთოდ არ უნდა განვიხილოთ ჩვენ ეს ფაქტი, იმიტომ რომ ამას აქვს სულიერი და ფსიქოლოგიური მხარე და მნიშვნელობა. იმიტომ რომ თუ კი ადამიანი არ არის დამოუკიდებელი პერსონა, შეუძლებელია რომ მან ღირსეული ოჯახი შექმნას. და თავად ეს ფაქტი, რომ მის ცხოვრებაში ერევიან ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში და ერევიან უხეშად, უკვე ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ აქვს დამოუკიდებლობა და შესაბამისად ვერ იქნება იგი კარგი მეუღლე. ეს ამის წინაშე შეიძლება მამაკაცის დადგეს და მამაკაცი დამოუკიდებლობის გარეშე დაოჯახების წინ ნიშნავს მეომარს იარაღის გარეშე. ამიტომ თუ კი ამხელა გავლენა ოჯახის წევრისა, მშობლისა, დედისა თუ მამისა თუ ნებისმიერი სხვა მზრუნველი ადამიანისა, ვიზრუნოთ იმით და იმასთან მიმართებაში, რომ პირველ რიგში ადამიანს მიეცეს ნებელობითი აქტის გამოვლენის საშუალება, ანუ დამოუკიდებლობა. და მან